ეს რეალურად 2 საათიანი პრეზენტაციაა. შევეცდები ჩავატიო 3 წუთში. ყველაფერი დაიწყო თვითმფრინავში, როდესაც მოვდიოდი TED-ზე, 7 წლის წინათ. სავარძელში ჩემს გვერდით იჯდა ახალგაზრდა თინეიჯერი გოგონა. ჩანდა რომ მართლაც ღარიბი ოჯახიდან იყო. მას უნდოდა რომ თავისი ცხოვრებისთვის რაღაც მოეხერხებინა და დამისვა ერთი მარტივი კითხვა: რას მივყავართ წარმატებასთან? ცუდად ვიგრძენი თავი, იმიტომ რომ არ შემეძლო კარგი პასუხი გამეცა. ჩამოვედი თვითმფრინავიდან და მოვედი TED-ზე. ვიფიქრე, ღმერთო, მე ვარ წარმატებული ხალხით სავსე ოთახში. მოდი ვკითხავ მათ, თუ რა დაეხმარათ წარმატების მიღწევაში და მერე გადავცემ ბავშვებს. 7 წლის და 500 ინტერვიუს შემდეგ მე ისევ აქ ვარ და ახლა მოგითხრობ თუ სინამდვილეში რას მივყავართ წარმატებასთან და რაშია წარმატების ვიტამინები. პირველი, ესაა საქმის სიყვარული, ვნება. ფრიმან ტომასმა თქვა, მე ვნება მამოძრავებს. ანუ წარმატებული ადამიანები სიყვარულის გამო მუშაობენ და არა ფულის გამო. ქეროლ კოლეტამ თქვა, მე იქეთ გადავიხდი იმისთვის, რასაც ვაკეთებ. საინტერესო აქ ისაა, რომ თუ საქმეს სიყვარულით აკეთებ, ფული თავისით მოდის. რუპერტ მარდოკმა მითხრა, ყველაფერი შრომაა. ადვილად არაფერი მოდის, მაგრამ მე ამით ვერთობი. ასე თქვა, ვერთობიო. დიახ, ვერთობიო რუპერტმა. დიახ, წარმატებულ ადამიანებს გასართობი საქმეები აქვთ და ისინი მუშაობენ ბევრს. გაუმჯობესება. ალექს გარდენმა თქვა, წარმატებული რომ იყო, რამეში ჩაყავით სხვირი და ეს რაღაც ძალიან კარგად გააკეთე. სასწაული არაფერია. სულ უნდა ივარჯიშო და კიდევ კონცენტრირება. ნორმან ჯუისონმა მითხრა, მე მგონი ყველაფრის თავი იმაშია, რომ რამეზე კონცენტრირება შეძლო და მიწოლა. დევიდ გალომ მითხრა, შენ თავს უნდა მიაწვეო. ფიზიკურად, მენტალურად უნდა მიაწვეო. უნდა მიაწვე საკუთარი მორიდებულობისა და ეჭვების გარღვევით. გოლდი ჰოუნმა მითხრა, მე ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა საკუთარ თავში. არ ვიყავი საკმარისად ჭკვიანი და კარგი. არც ისე ადვილია მიაწვე საკუთარ თავს და ამიტომაც შემდეგ ეძახიან დედებს. ფრანკ გერი მითხრა, დედაჩემი მაწვებოდაო. ემსახურე. შერვინ ნულანდმა მითხრა, ჩემთვის პრივილეგია იყო მემსახურა როგორც ექიმს. ახლა ბევრი ბავშვი მეუბნება, რომ უნდათ მილიონრები იყვნენ. და პირველი, რასაც ვეუბნები, კი ბატონო, მაგრამ შენ თავს ხომ ვერ ემსახურები. სხვას უნდა მოემსახურო რაღაც ფასეულით, იმიტომ რომ სწორედ ასე ხდება ხალხი მდიდარი. იდეები. ბილ გეიტსმა მითხრა, მე მქონდა იდეა დამეარსებინა პირველი მიკროკომპიუტერული პროგრამების კომპანია. ჩავთვალე, რომ ეს მართლაც კარგი იდეა იყო. იდეების მოსვლაში არაფერია სასწაული. ეს საკმაოდ მარტივი რამეა და მე მოვიყვანე ამის ბევრი მაგალითი. გაძლება. ჯო კრაუსმა მითხრა, გაძლება არის წარმატების ნომერ პირველი მიზეზი. უნდა გაუძლო დამარცხებას, უნდა გაუძლო 1000 უბედურებას. როგორიცაა კრიტიკა, უარყოფა, ნაძირალები და ზეწოლა. ასე რომ ამ კითხვაზე საბოლოო პასუხი მარტივია. გადაიხადე $4000 და მოდი TED-ზე. ან თუ ამას ვერ აკეთებ, გააკეთე ეს 8 რამ და დამიჯერე. ეს მიგიყვანს წარმატებასთან. მადლობა ამ ინტერვიუს ყველა მონაწილეს.